გამარჯობათ საღამო და აღამემ ვიდობის ერო და ბერუ მოვიდა ძილის დრო ნუ მთლად ძილის დრო არა მაგრამ მაინც ხო რაღაცა მოდის შემცივდა იმიტომ რომ გაღალატილი ვარ და არ მინდოდა ჩამეცვა ხალათი მე მგონი ფსიქოლოგიურად თუ არ გადავაგდე ხალათი ისე არ გადავარდება ხო და ისა ეს არ დავკარგო სადაც ჯიბი აქვს აი ჯიბი აქვს სომრეზინს ვეძებ ვაი 10 საათი გახდა დღეს რაც გასაკეთებელი იყო ყველაფერი გავაკეთე ამიტომ აღარაფერი მაქვს გასაკეთებელი ეს რომ მოვიფარო ხوار გეწყინებათ თქვენ ეს დღეს ნინო რო ზოოპარკში იყო იმის ჟირაფია ვიცა ფონი გავილამაზოთ ესე აუ კაი ესე იქნები ხო ეხლა რა მნიშვნელობა აქვს ხალათს ჩავიცმოდით ხო ამას მაგრამ მაინც არ ვიცი ამდენი ხნიანი გამოვა ეს ვიდეო მაგრამ მაინც მინდოდა რომ ეს ამასთან დაკავშირებით ვიდეო ჩამეწერა დაიცადე აი ესე იგი რამდენი ხნიანი იქნება არ ვიცი მაგრამ ვალდებულიცა ვარ რომ ამაზე ვიდეო ჩავწერო იმიტომ რომ ესეთ თემაზე რო ხმა უნდა ამოიღოს ყველამ რა ვიცი მე ვფიქრობ რომ ყველამ ხმა უნდა ამოიღოს და დავაგვიანე კიდეც თურმე რამდენიმე დღის ამბავი ყოფილა ეს და შესაბამისად რომ ხატავდი ხოლმე და უფრო მეტად რომ აი სოციალურ ქსელებში ძალიან ისე მარტო ვიდეოს თუ დავდევდი მაგით მოიაზრებოდა ჩემი სოციალური ქსელი და YouTube-ით რომ რაღაცას ვუყურებდი ანუ სერიალს რომ ვუყურებდი ხატვის დროს და ანუ ელემენტარული ერთი არამის ქროლია რა რომ რაღაცა მენახა და აი არ ვიცი შოკში ჩავარდი წეღა რაღაცები შემხდა და თან პლუს ვუყურებ მე იცით ალბათ იუთუბერი უცხო ხო და მიყვარს მისი მოსმენა და ნათია კოლუსი ზუსტად ვამბობ მისი მე მგონი ვიდეოები ამ ბოლო ხანებში აღარ დაუდია ნათიას მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაგორი ადამიანის მოსმენებს ემონებს იმიტომ რომ პირველ ადგილას აყენებენ რელიგიას და ყველაფერს გმობენ და ხმამაღლა ამბობენ იმას რაც არ არის თანხwebdriverში რელიგიასთან და რომელთან ხვედრაზეა ლაპარაკი პირდაპირ შეურაცხყოფა არის რელიგიის და ამას ვაკეთებთ ჩვენ ქართველები რაც არ უნდა გაგიკვირდეთ და არ გაგიკვირდებათ იმიტომ რომ ჩვენ რო შეგვიძლია საკუთარი შეურაცხყოფა და ჩვენ რო შეგვიძლია საკუთარს გადავუაროთ და გადავთელოთ მასე ვინაკეთებს ჩვენ რო შეგვიძლია რომ ჩვენსას რა ვიცი გავთელოთ წმინდა არ დავიტოვოთ არაფერი და არ ვიცი ესე იგი ამაში დამნაშავე ყველა ეხლა რაზე ვლაპარაკობ შეგხვდებოდათ ალბათ ჯერ უნდა აქედან მოვნიშნო თუ რავი როგორ უნდა ვთქვა სამეფო უბნის თეატრი ხო კარგად ახართ ეს რა გააკეთეთ საკუთარი ანუ თეატრი დამარხეთ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის რომ თეატრი ჩაგექვესკნელებინათ არ ვიცი ბიჭის სახელი და გვარი ვინც ანუ ამის თავი და თავია დამავიწყო და ეხლა ნახავ სურათს თუ არ დამავიწყო და დავდებაგ ეს რა გააკეთეთ შოკში კი არა ვარ პირველი ის რომ მეგონა რომ ეს რაღაცა ფარული კამერის მსგავსიათ მაგრამ ეგეც არ გამოვიდოდა მე როგორი ფარული კამერაც არ უნდა ყოფილიყო არანაირ ხუმრობაში არ ჯდება რელიგიის დაღმერთის შეურაცხყოფა პირდაპირი გინება რაღაცა საზღარი სიტყვები ვაიმე ვერც მეორეთ რომ მინდოდა რომ რაღაცა გამეანალიზებინა მეორეთაც კი ვერ ვუსმინე ამ ფრაგმენტებს არ ვიცი ხა შეიძლება ამოიღეს
წეგან მინდოდა მენახა და ვერ ვნახე სოციალურ ქსელში ეს პატარა ფრაგმენტები, იმიტომ რომ პირველ ჯერზე რომ დაიდო, გავრცელდა და სავარაუდოდ მე ამოკლდეს. ნუ ვინც არ იცის გეტყვით, რომ არის ერთ-ერთ სპექტაკლზე საუბარი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, შეიძლება ერთი კვირის წინ იყო, ზუსტად არ ვიცი, სადაც პირდაპირ მნიშვნელობით აგინებენ ღმერთს, ღვთისმშობელს, სამებას, რაღაცა უცენზურო სიტყვებს ამბობენ, რომელ თეატრზე არის ადამიანობასთან საერთოდ არ არის კავშირში, რომელ თეატრის შეურაცხყოფაზეა ლაპარაკი, საერთოდ არ არის კავშირში ადამიანობასთან, როდესაც პირდაპირ მნიშვნელობით, პირდაპირ გაგებით ისეთ სიტყვებს ხმარობ და ისეთ რაღაცებს აკეთებ, რომ რაღაცა შოკის მომგვრელი. ჯერ არ ვიცი რამდენნაირად გავბრაზდი და როგორ გავბრაზდი და როგორ გაბრაზებაც არ ვიცი, რამდენად გაბრაზებული თან ეს რაღაცა შოკისავით მქონდა მიღებული და ვიდეოს ჩავწვეთ ხანი გარეთ გადი და დაგიწახებ. უნდა დაწვეს და 1-5-10 წუთი მინო. უფრო კაი რა ვიცი, აი რო დამეჭირა ალბათ გავგლეჯავდი შუაზე. ეხლა ეგ ერთი რო ამხელა თეატრმა, რავი, რამხელა არ ვიცი, მაგრამ ხო ზოგადად ამ თეატრიდან წამოსული მსახიობები ვიცი, რომლებსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და ძალიან მიხარია, რომ ესენი არ იღებენ ამ ყველაფერში მონაწილეობას. მაგრამ ჩვეულებრივ თეატრი ხო არის ოჯახი. ანუ ერთი ოჯახია, ბევრჯერ ვთქვიათ და მე მგონი არც არავის არ გაუკვირდება ის, რომ როგორც ახლა სამსახურში ვამბობენ რაღაცა ერთი ოჯახი, ნუ თეატრი წარმოიქმნება ერთი ოჯახად, რომლებიც დადგავენ სპექტაკლებს და მაგალითად მე თუ რაღაცას ვაშავებ, ჩემი ოჯახის წევრი მეტყვის, ხო? დაშავებაც დაშავება, საოცრება გააკეთეს. ეს რა გააკეთეს? აი არ ვიცი, ეს რა გააკეთეს? დიდი იმით შოკი და დიდი შეურაცხყოფა ვისავქენით პარიზის გახსნაზე რო იყო ოლიმპიადის, ხო იცი, რაღაცა სერიოზული გეი რაღაცაები რო მოხდა, ხო იცით? და დიდათ რო ეს არ იყო ქრისტიანობის და მე ბოდიშიც მოიხადეს და რაღაცა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს თავარი. ანუ იმათაც არ უქნიათ, ესე ძალიან რო გაოცდით, არა გაოცება, გაბრაზება, გაცეცხლება. იმათაც არ უქნიათ ის, რაც ახლა ქართველებმა გააკეთეს და ქრისტიანებმა გააკეთეს. იმათაც არ უქნიათ ეს. ხო და ანუ ჯერ მე მომივიდა რეჟისორი ვარ თუ რა ჯანდაბაც ვარ, მომივიდა თავში აზრად ესეთი საზიზღრობების გაკეთება. ჯერ ხო მე ვარ დამნაშავე. და რას ვემსახურები კაცმა არ იცის. მერე ვისაც შევთავაზე და ისინი დამთანხმდნენ და გაიტანეს ეს სცენაზე ის მსახიობები არიან, რავი, ჩასა ხრეტები არა, აი და ჩაწიხლო დაუნდობლად. ვაიმე ეს რა ქვია, წეგან უთხოვათ კარგად ეს არაძალადობას და არაძალადობას კი არ ტყმეინო კედელზე თავი სანამ რავი არ გადაუხსნი ბოდიში, მაგრამ აი მართლა გავაკეთებდი არაძალადობას. ხო და ჯერ ერთი ეგ როგორ გააკეთეს თვითონ ამ მსახიობებმა ეგ კაი კიდე, ანუ არა რა კიდე კაი გაიტანს, ანუ ჯერ რეჟისორი, მერე საერთოდ სპექტაკლი და სპექტაკლი რო იდგმევა ამ თეატრის თავმა ხო იცის, რა ვიცი, რაც აქვე დირექტორია თუ რაღაცა, ისიც ხო კავშირშია. რა ვიცი, როგორ არ უნდა იცოდეს ჩემს, რა ქვია, თეატრში რა სპექტაკლი იდგება და რა შინაარსა არ უნდა ვიცოდე? ხო, ეგ კიდე. მე რამდენი დამნაშავეა ჩანს და რამდენმა მაგრად შეეშალათ რო იტყვიან, არ ვიცი, ჯერ საზოგადოების წინაშე, საკუთარი თავების წინაშე, საკუთარი მომავლის წინაშე, შვილების და შვილიშვილების წინაშე. რამხელა დანაშაული გააკეთეს, რომელიც შეიძლება რომ მერე მომავალმა თაობამ აგოს პასუხი. ხო, ეს ხო უცხო არ არის და ეს ხო სხვისი მოგონილი არ არის, ეს ხო ესე ხდება. და კიდე ვინც ამ სპექტაკლს უყურა. და დიდი ოვაციებით რო ჩაიარა სპექტაკლი. რატო ის ვერ მივხვდი, რატო უნდა უყურო, როდესაც პირველ ფრაზას და პირველ სიტყვას გაიგებ ამ შეურაცხყოფის, ამ არ ვიცი, აი არ ვიცი, ისეთი აი რაღაცას მივიღე, შემეშინდა რა ბევრი გრძნობა ერთად ისმიქდა ეს ამას რო ვუყურე. ჯერ ვიზუალურად ტიტვლა რაინდის ფორმაში ტიტლიკანა კაცი გდია. და რა სიტყვებს იძახის.
ზემოდან კაცი, ქვემოდან ქალი, რა სიტყვებს იძახიან, არ ვიცი. და აი მაინტერესებს ამ მაყურებლის ახლა რამდენი ისხდა, რამდენმა უყურა, არ ვიცი, მაგრამ როგორ არ გაგიჩნდათ იმისი პროტესტი, რომ ადგეთ წამოხვიდეთ იმ თეატრიდან, ყველაზე მინიმალური გააკეთოთ. და ყველაზე მაქსიმუმ ასულიყავით სცენაზე, თავზე დაგეფარებინათ ყველაფერი. აი ეგ ძალიან მაგარი იქნებოდა, ძალიან მაგარი მართლა კარგი იქნებოდა და კაი გამოხატულება იქნებოდა, რომ ის ხის თავიანები იქვე მიხვედრილიყვნენ, რა გააკეთეს და რა დააშავეს. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ იმაზე ვიზრუნეთ, რომ ვაიმე მათ არაფერი არ მოუვიდეთ, არა. პირდაპირ მნიშვნელობით რელიგიაზე რომ შეურაცხყოფო, ეგ უნდა შენ გააპროტესტო ელემენტარული, ხო? რატო უყურეს? ვიღაცამ ეს კადრები საიდანაც გავცელდა, სავარაუდოდ მსგავსი რეაქცია ჰქონდა უკმაყოფილობის და გამოიტანა გარეთ ის, რაც სცენაზე ხდებოდა და ამის მერე გახდა, რა ქვია, ხალხისთვის ცნობილი თუ რა ხდებოდა სამეფო უბნის თეატრში, რა სპექტაკლი დაიდგა. ანუ ამან გააკეთა. რომ ხან-ხან რაღაცა აქციებია თუ რა ვიცი, რა მივიდნენ იმაზე თეატრის კართან და რაღაცა მთელი ამბები, მაგრამ რა შედეგი რა იქნება არ ვიცი. ჩემი აზრით, აი პასუხისგებაში კი არა, აი არ ვიცი რა. არა გვაქვს აი სოხერი კანონები ეს. უფრო ისინი გვაქვს აი დაბალ ფენას და აი რაღაც ადამიანს რო ბიზნესი აქვს, რაღაცის წამოწყება რომ და იმაზეა კანონები მორგებული, ისინი დავწუროთ და ისინი, მაგრამ ის ცოტა ზემოთ რო არიან, იმათ არ ეხებათ კანონი, რაღაცა იგზავე გამოძრებინ. არ უნდა იყოს, აი სახალხოდ და საჯაროდ უნდა დაისაჯოს ესეთი საზიზღარი ხალხი, რომ აღარ გაბედონ საერთოდ ამის გაკეთება. არ ვიცი, აი ძალიან კარგს იზავენ, რომ აი დახურონ კი არა და რა ვიცი, მე მაგალითად ადამიანი, რომელსაც ეს პროტესტი გამაჩნია, სიტყვაზე ვამბობ, და შემდეგ ამ თეატრში რაღაცა სპექტაკლი ჩატარდა, სულ სხვა რაღაცა სპექტაკლი. პროტესტის გრძნობა მექნება, რომ არ მივიდე იქ. იმიტომ რომ იმ თეატრმა უკვე დააშავა. ძალიან მაგრად დააშავა და არ ვიცი, როგორ უნდა მოიწმინდონ ეს ლაფი, რომ ეს საზიზღარი სახელი, რომ თავმოყარი ადამიანს გაუჩნდეს იქ მის სურვილი, თორე ვიღაცა კიდე მივა. ვიღაცა ამ სპექტაკლსაც მივა, თუ კიდე გაუშვეს. არ ვიცი, შეიძლება კიდე რას გაიგებ შიგნით რა. რა ვიცი, არ ვიცი, აი რა დონეზე უნდა მივიდე, რა დონეზე უნდა მქონდეს აგრესია, ან რაღაც, ანუ რა უნდა იყოს ჩემში ესეთი ის, რომ პირდაპირ გაგებით ღმერთს ვაგინო. როგორ უნდა გააკეთო ეს, როგორ უნდა ამოგივიდეს, როგორ ელემენტარული თუ არ გჯერა, თუ ხალხი 1000-ის არ წნოება, მაგრამ ერთმანეთის იმას ვცემთ ხო პატივს ხო რა უფლება მაქვს მაგალითად სხვადასხვა ისინი რომლებიც ერთ ღმერთს რომლებიც მრავალ ღმერთს ცემენ მიხვიდე და შენ მის ღმერთს დასცინო რა უფლება როგორ შეიძლება უნდა პატივი შეცე იმიტომ რომ იმათ ისწამთ იმათ ის და შენ ქართველმა რომელმაც ყველა უცხოელზე კარგად იცის ყველაფერი და ელემენტარული შენ თუ არა შენი ოჯახის წევრი მაიცხვარი მონათლული და ამ რელიგიის იმას აყენებს შეურაცხყოფას როგორ შეიძლება საქართველოში დაბადებული იყოს ქართველი მაგრამ არ იყოს არიან მონათლულები უკვე დიდები არიან არ არის იმათმაც იციან რომ თუ არ ვინათლები მაგალითად მართლმადიდებელი ქრისტიანი არ ხვდები და სიტყვაზე ხვდები კათოლიკე და სხვადასხვა რელიგიის მიმდევარი იმანაც იცის რომ სხვა რელიგიას პატივი უნდა სცეს და შენ ქართველმა რომელიც ყველაფერი რა ვიცი ელემენტარული რო იბადები ამას გასწავლიან მეტყობა არ გასწავლეს არ წაგიკითხია და რაღაცა სპექტაკლებზე მელაპარაკები და სპექტაკლებს დგავ ისეც რომ რა ვიცი ხალხი დამუნჯდა სიბრაზით და სიმწრით და ეს რა გააკეთეთ მესამე რაღაც პირველი კლასის ბავშვმა იცის ელემენტარული იმ დონეზე რა დონეზეც შეუძლია ბავშვმა აღიქვას რა არის რელიგია რატოა ქრისტიანობა რა ხდება საერთოდ იქედან იწყება სწავლება და ნუ თუ შენ მაგ გაკვეთილებზე აცდენდი
ეს როგორ გააკეთე? ეს რა უნამუსობა გააკეთე? არ ვიცი, აი პირველად გამიჩნდა სურვილი, რომ იმ მომენტში თეატრში ყოფილიყავი. პირველად გამიჩნდა სურვილი, რომ აი იმ პირველ ფრაზას რომ გავიაზრებდი ალბათ, მე არ ვამბობ, რომ აი რა მაგარი ვარ და რაღაცა, აი მივიდოდი და პასუხს, არა, რაფერ პასუხს, აი არ ვიცი, უკონტროლო გავხდებოდი ალბათ იმ რეკვიზიტებს თავზე დავაფარებდი და ამოვაცმევდი იმ ტიტლიკანა იმას, რაინდს. ეს რა ხდებოდა? მე მაინტერესებს, ვინც თავიდან ბოლომდე იჯდა და უსმინა ამ ყველაფერს. ანუ ტაში დაუკარით ბოლოს თუ როგორ დამთავრდა სპექტაკლი მაინტერესებს. აი მართლა მაინტერესებს. ძალიან მაინტერესებს. და დიახაც ძალიან ბევრს რა ქვია, ბევრი შეუძლია პროტესტს. მით უმეტეს ესეთ დამოკიდებულებას, ესეთ რაღაცასთან დამოკიდებულებას, როდესაც მაქვს იმისი პრეტენზია, რომ ვარ ამ რელიგიის მატარებელი. როგორ და რანაირად ეს მე ვიცი და ღმერთმა, მაგრამ ხო მაქვს მე ეს რა ქვია, ეს უკმაყოფილების გამოხატვის აუცილებლობაც არის. მაქვს კიდეც უფლება და იმისი უფლებაც მაქვს, სხვასაც მოვთხოვო და ვთხოვო, რომ ეს გააპროტესტო. ელემენტარული ერთიც ეკვარდადებულა, რომ გაჰიტდება ხოლმე და გატრენდება, ჰიტდება, გატრენდება და ყველა მეორე ერთი და იგივეს აკეთებს ხოლმე. როგორ ამაზე არ იღებთ ხმას? აი როგორ არ იღებთ ხმას? არიან ვინც გააკეთეს ალბათ თითოეულ ამ YouTube-ზე, TikTok-ზე ის, მაგრამ ძირითადად შეხვალდა ეგრეთ წოდებული ინფლუენსერები. თუ არჩევნები მოდის, არჩევნებზე დაიწყებენ ხოლმე რაღაცას, რაღაცა ნუკის და თამოს დამიჭი გამიშვიზე აკეთებენ ხოლმე კომენტარს, ვისი რომელიც ტონალური ჯობია, იმაზე აკეთებენ კომენტარს. აი ამაზე უნდა გააკეთოთ, რომ ერთიანად უნდა პროტესტი ესეთ რაღაცაზე გამოითქვას ხოლმე, ჩემი აზრი არის ეგეთი და ვფიქრობ, რომ ნორმალური აზრია, რომ პირველი რასაც უნდა ვიცავდეთ. პირველი რასაც უნდა ვიცავდეთ, იმასკენ რომ ვიცავდეთ, რომელი კოსმეტიკა უფრო კაია, რომელი რაღაცა ცეკვა უფრო კაია, რომელი ტრენდია კაი, რომ მომიხდეს და ვიცეკო ან ვიმღერო და ან რა ვიცი, ყილაზე გადავიდე. არა, აი უნდა გქონდეს იმისი აუცილებლობა, რომ პირველი რაც არის ჩვენს ცხოვრებაში, ყველაზე პირველი ჩვენს ცხოვრებაში, იმას უნდა ვცეთ პატივი, ელემენტარული სიტყვით მაინც. და გავაპროტესტოთ, რომ ვიღაცას შეეშინდეს მერე ხმის ამოღება, ხმა მაღლა, რომ ეს ანუ რაღაცა მიეჩვინე, რომ იცი რა, როდესაც ქრისტიანობაზე რაღაცა სიტყვი ან არავინ არაფერს არ მოსთხოვენ, იმიტომ რომ ქრისტიანობა არ არის ეგრეთ წოდებული რაღაცა ძალდატანების რელიგია, ხო? მაგრამ რატო აბა მუსულმანულ რაღაც, აბა მუსულმანულ რელიგიის სხვადასხვა ისინი ხო არის? გაბედოს ელემენტარული მიასიკვდილებენ ეგენ. ანუ ვეღარ ფიქრობ ეს კარგია, რომ რელიგია, რომელი რელიგიის მატარებელიც ხარ, ძალდატანებით არავის არ იმაშვება, რომ გინდა თუ რა ეს რელიგია მიიღე და თუ არ მიიღებ ამ რელიგიას ამ პატივს არცემ, ანუ შენ გზით გაგიმარჯვოს, მოკლედ არავინ პასუხს არ მოგთხოვს. ისედაც არ მოგთხოვენ, მაგრამ როგორ ბედავთ საერთოდ აი იმის გააზრება არ გეშინიათ. ანუ გონიათ ეს ჩაიარა, კაი ხო, რაღაცა მოხდა, რაღაცა შეიძლება რაღაც ესე არ ჩაიმის. ამით ხო შეიძლება შენ ფიქრობ, ვიღაცა ხარ, რავი რეჟისორი ხარ, რაღაცა, ან ზოგადად ვისაც ესეთი დამოკიდებულება აქვს რელიგიის მიმართ, საკუთარი ქვეყანაში, ან როდესაც ამ ქვეყანაში ხარ, პირველ რიგში ამას უნდა სცე პატივი. ეხლა კიდე გეტყვით, რატო არ ხდება ესეთი რაღაცები, ეს ბოლო მომენტს გეტყვით. აი მე ვფიქრობ, რომ რატო გონიათ, რომ ეს всё დღეს შემეშალა ხვალ რაღაცა და დამთავრდა, არ დამთავრდა, ეს ისეთ საშვილიშვილოდ დააშავეთ. ეს ისეთი საფრთხილო თემას შეეხეთ და ისეთი რაღაცა გააკეთეთ, რომ არ ვიცი, თქვენ ადგილას თვალგახელილი დავიძინებდი შიშისგან.
და რატო არის ახლა პირველ რიგში რატო ხდება უპატივცემულობა ჩვენი რელიგიის და საკუთარი რელიგიის მიმართ. რამდენიმე ხნის წინ, წლების წინ სკოლებში აკრძალეს მე მაგალითად მახსოვს, როდესაც პატარა ვიყავი, ბავშვი ვიყავი და სამასწავლებლოსთან შეხება მქონდა, ან შევდიოთ ან ცარცზე და რაღაც ხო იცით, სამასწავლებლოში იყო ხოლმე ხატების კუთხე დამინახი. და მე ყველა სკოლაში ჩვეულებრივ ხატების კუთხე საქართველოში ვცხოვრობ, ქრისტიანები ვართ და ხატების კუთხე, რა ვიცი, რომ იყოს იმაში რა ქვია, სკოლებში რა, აბა რა უნდა ვასწავლო, ჯერ ის რომ რელიგია აღარ არსებობს სკოლებში და რატო არ უნდა არსებობდეს? რამდენიმე ხნის წინ, არ ვიცი, ნახავდით სოციალურ ქსელში, რომ მამაო ბაგა ბაღში მივიდა, რომ ბავშვები უნდა დაელოცა და უნდა შესულიყო ბავშვებთან ურთიერთობაში და კარები ჩაუკეტეს, არ შეუშვეს. ამას ვამბობ სადაც 2 კვირის წინ. იმიტომ რომ უთხრეს ანალოგიური, უთხრეს რატომაც რამდენიმე წლის წინ სკოლებში ხატები ჩამოიხსნა, კანონად მიიღეს, რომ იგივე უთხრეს მამაოს, ანუ იქ სხვა ეროვნების ბავშვიც სწავლობს და შენ რომ შედიხარ და ქრისტიანობაზე ბავშვს ელაპარაკები, იმისი უფლებები ირღვევა. ჩემს ქვეყანაში, ქრისტიანულ ქვეყანაში, რომლის რელიგია არის ქრისტიანობა, მე ვარ ქრისტიანი ზოგადად, ხო? ანუ ჩემთან რო არიან ვიღაცა სხვები, ჩემი უნდა გადავდო გვერდს და იმათ ვცე პატივი. აი მაგან გააკეთა ყველაფერი ეს, რომ საკუთარის პატივისცემა დაგვავიწყდა და იმიტომ გაპარპაშდნენ ზოგ-ზოგიერთი სხვადასხვა რელიგიის ისინი, იმიტომ რომ ჩვენსაც პატივს არ ჯერ ისინი არიან საკუთარ ქვეყანაში. სკოლებში აკრძალეს, იმიტომ რომ სკოლებში ბევრი სხვადასხვა ეროვნების და რელიგიის წარმომადგენელია ბავშვი და თურმე მე როდესაც ქართველი შვილი მივიყვანე სკოლაში და თუნდაც სკოლის შესასვლელში უნდა ხატებთან პირჯვარი გადაიწეროს ბავშვმა და სკოლაში ისე შევიდეს, ეს თურმე სკოლაში რომ სადღაცას 5 ბავშვია სხვა ეროვნების, თურმე ის შეურაცხყოფას იღებს და რაღაცა როგორ შეიძლება ბულინგდება, რომ ანუ ის რომ მეც არ უნდა ვცე. დააბრუნეთ. ამაზე უნდა კეთდებოდეს ისა პროტესტი და ეს რაღაცა რომ რელიგიაც უნდა დაბრუნდეს სკოლაში. ოღონდ ასწავლოს ისეთმა ადამიანმა, რომელსაც ესმის და უბრალოდ რელიგიაზე არ უნდა შევიდეს, არ უნდა დაიძინოს. ბავშვები თქვენ რაც გინდა გააკეთეთ და მე ცოტა ხანი დავიძინებო, მასი არა. და ხატებიც უნდა დაბრუნდეს სკოლაში. ჩვენ სკოლაში მაგალითად ხატები არის ისევ, თუმცა ერთი პერიოდი, როდესაც ეგ რაღაცა რავი კანონი ჰქვია თუ რაც ჰქვია შემოვიდა, ჩამოახსნებიდეს. მაგრამ ჩვენთან სკოლაში ისევ არის ხატები. მე საკუთარ ქვეყანაში მიკრძალავე საკუთარ რელიგიას, იმიტომ რომ ვიღაცა შემოსული არაა ქრისტიანი. ჯერ იმისაც უნდა ვცე პატივი და მერე ჩემსას, როგორ კაცო ის რომ მოდის ჩემს ქვეყანაში, ჯერ იმან უნდა სცეს. ჩემს იმას რელიგიას, ჩემს კულტურას, ჩემს ადათ-წესებს პატივი. იმიტომ რომ მე ვარ პრიორიტეტი ჩემს ქვეყანაში. და მეც ვცემ იმას პატივი. შერას მიშვები. ჩემი მავალდებულებ რომ ჩემი ყველაფერი დავყარო, გავთელო ფეხქვეშ, ჯერ ის ვადიდო, რა ვიცი, რომელი კულტურის და რომელი ქვეყნის და რომელის იქნება და მერე თუ სადღაცას ის თვალს მოეფარება რომ არ დამინახოს, პირჯვარი გადავიწერო? ეს ხო აბსურდია. რა ხდება? რა პარლამენტი, პრეზიდენტი და ჯანდაბა. ისა გვაქვს მისახედი, რაც მისახედია. თორე იქ პარლამენტში ვინ პრეზიდენტად მოვა, ვინ პარლამენტში მოვა, ჩვენთვის ვინ მოვა, გეხვეწები, ეხა ვიღაცა დაიწყებს საერთოდ სხვა თემას ვეხები და ეხა ნაცკოცობას დამაბრალებს, იმიტომ რომ ზოგს ვერც გაუკვევია ერთი პერიოდი ნაც მეძახდნენ, მერე ქოც მეძახდნენ, მერე ძლივს გავიგე ეს ქოცი რა იყო. ანუ კი ვიცი ქოცი რა იყო, მაგრამ შემოკლებით რას ნიშნავდა და ამიხსენს რომ ქართული ოცნება, ანუ ქ და ოც და 20 გამორავით ჯანდაბა, მაგათ ქოცია თუ რაც არის, თუ ნაცია თუ რაც არის, არ აქვს მნიშვნელობა ხალხო იქ ვინ მოვა. არც ჩემთვის, არც თქვენთვის, არც არავისთვის არავინ არ მოვა თუ ჩვენ ერთმანეთს არ ვეცით პატივი და ჩვენ არ გავიტანეთ ერთმანეთი. და იქნებ ვიღაცა მოვიდეს, ოდესღაც, როდესაც ერთმანეთს სიყვარულს ვისწავლის დრო, რომელიც დააფასებს ამ ყველაფერს. არ ვიცი. რა ერთმანეთის პატივისცემა და რა ის ელემენტარული რა ერთი კვირის წინ
მეორადების მაღაზიაში ვიყავი და კაბის გამო ჩახოცეს ერთმანეთი, რომელი პირველი აიღებდა იქ კარებში, ახალგაზრდა ბიჭებიც იყვნენ, მოხუცი ქალებიც იყვნენ და საერთოდ აი რა ინტერესებდათ ვინ იყო, ვინ შეასწრებდა და ვინ სწრაფად აიღებდა იმას, გადაუა რა კულტურაზე გვაქვს ლაპარაკი საერთოდ. ადამიანი არ უნდა მიგითითო, შიგნით უნდა გქონდეს, რომ რაღაცა შეიძლება, ან რაღაცა არ შეიძლება. როგორ შეიძლება ვიღაცა ამხელა ადამიანმა ვიღაცა შეიძლება ბავშვს ასწავლო, რომ მე უკვე შეიგნოს და გაიზარდოს ამ გაფრთხილებებით, დარიგებებით, მაგრამ ამხელა ქალს რომლებიც იქ წინ გარბოდნენ და როგორ შეიძლება ვიღაცა მითხრას, რომ აუ ქალბ სად მიდიღა ეს ქალი რომ ძირს დააგდე, რომელ კაბაზე და რომელ იმაზეა ლაპარაკი. კულტურა, ელემენტარული კულტურა არ გაგვაჩნია შიგნიდან, თორე სხვა რატო უნდა მიმითითოს ამაზე? რატო უნდა მიმითითოს? და მართლა შემეშინა მაგ სიტუაციას, იმიტომ რომ ელემენტარული საჭმელი რომ მოგვაკლდეს, აი საჭმელი ღმერთო კიდე დიდხანს გქონდეს ეს სიტუაცია რაც გვაქვს, მაგრამ იქნება ეგ პერიოდი, როდესაც შიმშილი დაიწყება. აი მაგ დროისთვის დავჭამთ ერთმანეთს. პირიდან ლუკმას გამოვართვევთ ერთმანეთს, არამც თუ გაუყოფთ. გამოვართვეთ, ოღონდ მე ვიყო კარგად, გამოვტაცებთ ერთმანეთს. როდესაც ეს შეგნება გვაქვს, რა თეატრზეა ლაპარაკი. რა თეატრზე? ადამიანის თვით შეგნება, თვით კულტურა და ის რო აქვს დაკარგული, რომ მარტო თავის თავზე ფიქრობს და საერთოდ არ აინტერესებს, ვის ხარჯზე აიწყობს ამ ყველაფერს. რაზეა ლაპარაკი? რაზეა საერთოდ საუბარი? არ ვიცი, აი ძალიან მინდა რომ ამ ყველაფერმა არ ჩაიაროს დასჯის გარეშე. სამაგალითოდ რომ რაღაცა ამ სფეროში ხო უნდა შეიცვალოს ეს კულტურის მინისტრი სად ჯანდაბაში ყვა. ვინ არის საერთოდ არ ვიცი, მაგრამ სადა ყავს საერთოდ? ანუ საერთოდ ვინმე ყვა? ან მაგას ვამბობ. რა მნიშვნელობა აქვს სათავეში ვინ მოვა? ფაქტია რომ არაფერი იცვლება და უარესობისკენ მიდის. იმიტომ რომ ნაციც ყავდა, ქოციც ყავდა, ნაციც ყავდა, ქოციც ყავდა. რა? რამე შეიცვალა ჩვენთვის? არ ვიცი. წელზე და ნაწლავებზე რო იყვნენ ფეხს იდგავ რომ ოჯახს რაღაცა შეიტანო და შეუტანო, ესეც გიჯდება რაღაცა ჯანმრთელობის და ყველაფრის ხარჯზე და ელემენტარული ასილარის შოვნას უნდა რაღაცა აი ჯახირი და უბედურობა, მაგრამ ასილარის დახარჯვას საერთოდ არ უნდა არაფერი. ანუ არ ვიცი რა გვეშველება. ერთადერთი ის, რომ აი ადამიანი ცოტა ხანი თავისთვის უნდა დაჯდეს, ელემენტარული 2 წუთი ეყოფა და დაფიქრდეს. ღირს ის ერთმანეთის დაჭმა იმათ, რომ ადამიანის სახე დავკარგოთ ის სახე, რაცაც ჩვენი რელიგია მიგვითითებს, რომ არ უნდა დავკარგოთ. თუ ოღონდ მე ვიყო კარგად და ჯანდაბას ხანდახან დავკარგო. სხვას თუ გავთელავ არაუშავ. ღმერთს თუ შეურაცხყოფას მივაყენებ არაუშავ, იმიტომ რომ ამ წუთას მე ესე მჭირდება. იმიტომ რომ მოდაა ესეთი ახლა. არ ვიცი, ძალიან მაგრად მინდა რომ ამ ყველაფერმა ესე არ ჩაიაროს და სამაგალითოდ დაისაჯოს, იმიტომ რომ მართლა დიდი სურვილი მექნებოდა, აი ძალიან დიდი სურვილი მქონდა რომ იმ სპექტაკლზე ვყოფილიყავ. არ ვიცი, შეიძლება საციხეთაც გამეხადა საქმე, ოღონდ მართლა აი ამენთებოდა. გამეკიდებოდა უბრალოდ რომ ესეთ რაღაცას მოვისმენდი. ძალიან მაინტერესებს იმ ხალხის მოსაზრება, რომელმაც ამ სპექტაკლს თავიდან ბოლომდე უყურა. და მაინტერესებს, მე არ მამბობ, რომ იქ ისეთები ისხენ, რომ ან მე რა ვიცი, ხა ვინ რა გამოთქვა, ხო, მე ხო იქ არ ვიცი რა, არ ვიყავი. ძალიან მეიმედება, რომ ვიღაცამ პროტესტი გამოთქვა თუნდაც თეატრის მსვლელობის დროს, სპექტაკლის მსვლელობის დროს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არსებობდნენ ესეთი ადამიანები, რომლებმაც სულაც დატოვეს სპექტაკლი პროტესტის ნიშნად, რომ მისთვის მიუღებელია იქ რაც ხდებოდა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ესეთი რაღაცა
ყოფილიყო. ეხლა მაინტერესებს თქვენი აზრი, თუ ნახეთ ეს ყველაფერი და რამდენად თეატრი კულტურა და ყველაფერს უნდა შეეხო კულტურას რამდენად ეხება ეს სპექტაკლი ამიხსენეთ თუ მე არ მესმის მაშინ და თუ ვინმეს გონია რომ ეს უბრალოდ სპექტაკლია და ელემენტარული წლების წინ ერთმანეთს აფურთხებდნენ და ეს თურმე კულტურა ყოფილა. რაღაცა წარმოადგენს. რამდენიმე კაცი იჯდა კრუგზე, ანუ სკამებით რო ისხდნენ 5 კაცი და რიგრიგობით ერთმანეთს აფურთხებდნენ. ას ჩამოძიო და ძუნკლი და ის გააკეთესო რაღაცისო რაღაცა გამოხატესო. ვიღაცა რომ მომაფურთხოს ხო ჩამოვალეწე თავყობა რომელ გამოხატვაზეა ლაპარაკი. ესეთი რაღაცა რამდენი ხდება. და ყველაფერს კულტურას არ თქვი. რა კულტურაა იქ? არ მინდა მე ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც ეს კულტურათ არის ამაღლებული და ვიღაცა რო გავილი ვიღაცა რომ მომაფურთხებს, ფეხები დაუკოცონ რა მაგარია მეთქი, რა მაგრად რა კარგა მოდი კიდე მომაფურთხე მეტყვი რომ ეს რა კარგია. კულტურის ზნეობა და თუ ამით იზომება რომ ვინ მაგრად მიაფურთხებს, მაშინ კარგად აქ გქონია საქმე. კარგად. ესეთი საოცრება თუ თეატრში ხდება, მე კიდე მიხარია რომ ბავშვები წელიწადში 9 ჯერ მიდიან თეატრში. და რამდენიმე წლის წინ, ერთი წლის წინ ბარბარე რომ მერვე კლასში იყო, ხა მე-9-ს ამთავრებს, დასაწყისში თუ დამთავრებაში მოკლედ გადაწყვიტა დამრიგებელმა რომ სუ თეატრებში რაღაცაში და ჰყავდა ძალიან ხშირად რა და ბავშვებმა გადაწყვიტეს რომ მულტფილმზე წასვლაო და ავარჩიოთ რამე მულტფილმიო და ვუყუროთ. და სინამდვილეში აარჩიეს ძალიან ფერადი რაღაცა ისეთი მულტფილმი, მაგრამ ამ მულტფილმს ხო არის რომ რაღაცა რო იდება საიტებზე, აღწერილობა აქვს, მე ვკითხულობ ხოლმე ის რაღაცა 5 წინადადებიანი შინაარსი თუ რაზე უნდა იყოს. ანუ ის არა ბოლოში როგორ თავდება და რაღაცა დასაწყისია რომ დაგაინტერესოს, მიგიზიდოს და რო ჩაგდეს რომ ამ მულტფილმზე მიდიანო შევხედე რა ნახე რა ხდება რაღაცა და არაფერი ქართულად აღწერილობაში არაფერი ისეთი არ წერია და არ ვიცი უცბად TikTok-ზე ამოაგდო რომელიღაც საინფორმაციო გამოშვების განხილვა იყო ამ მულტფილმის, რომ თურმე ეს არის Disney-ის მულტფილმი, რომელიც პირველია, რომელიც პროპაგანდას უწევს გეის და ფერადებს და ჯანდაბებს და მოკლედ ბავშვებში მულტფილმის ამბავით მულტფილმის სახით აპარებს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ უნდა ბავშვი მიეჩვიოს ბავშვობიდანვე, რომ ეს ნორმაა. და თურმე რა ხდება? ანუ აღწერილობაში ქართულად გადმოთარგმნილში საერთოდ არ არის ნახსენები, რომ ეს მულტფილმი მთელი დაწყებინა დამთავრებამდე არის იმაზე, რომ ერთი ბიჭი როგორც ცდილობს მეორეს შეაყვაროს თავი, ბიჭს. და მაშინ ესა ჩატში ჩავაგდე, მეთქი აქ თუ მიდიან, მე ბარბარეს არ ვუშვებდო და არ იცოდნენ რა იყო. დაიწერა მერე ინფორმაციებით ჩააგდეს რამდენიმე მშობლებმა, რომ კი ესიაო და ჩვენ იმ მულტფილმზე არ წავედით. ეხლა მითხარი, სად არის კულტურა, სად არის კულტურის მინისტრი, ვინ აკონტროლებს საერთოდ რა შემოდის, რა გადის და რას იღებენ მოზარდები და ბავშვები. აი ეგ არის თავარია ფული შემოვიდეს, რა კულტურაზე, ზნეობაზე და აღზრდაზეა ლაპარაკი. თავარია ფული ხომ მოდის, ბილეთის ფულს ხო ვიხდით, 25 ლარებს ვიხდით თუ რაღაც. სადახართ ის ხალხი, რომლებსაც პირდაპირ შეხებით ეხება ამისი კონტროლი. თუ ჩვენ ხო ისა თავისუფლებას ვაწვევით. არ ვიცი, დანარჩენი თქვენზე იყოს, თქვენ ვისაც გაქვთ ნანახის ნაწყვეტები, რამდენად ჩვეულებრივ მიგაჩნიათ და საერთოდ ამ თემასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, ძალიან კარგი იქნება, რომ თქვენი აზრი დააფიქსიროთ და თუნდაც ელემენტარული პროტესტი გამოვთქვათ, ეს ყველაზე კარგი საშუალებაა, იმიტომ რომ ნახონ იმ დეგენერატებმა, რომ უმცირესობაში არიან, თორე იმდენად ხმამაღლა არ ყვევენ ბევრ რაღაცას, რომ გონიათ, რომ სულ თვითონ არიან და ეგრეც არ უნდა იყოს და არ უნდა მიუშვათ.
დაგემშვიდობებით ახლა მომავალ ვიდეოდე თუ ცოტა ესეთი ცდილობდი რომ ვითხრიან რაღაცა ძალიან ისი არ გამოსულიყო, მაგრამ აი კიდე იმისი არ იყოს სხვა რაღაცებს იმსახურებენ იგივე, მაგრამ ახლა გინებას ხوار დაიწყებ ადამიანი რა და მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. თითქოს ერთი რაღაც დაშავდა, მაგრამ რო გაიხსნებ ბევრი რაღაც, როგორც ის მულტფილმი, როგორც ის თეატრი, რა ვიცი, როგორც ის რელიგიის ამოღება და ახატების ამოღება, არ ვიცი. პირდაპირ ნელ-ნელა მშვენივრად მუშაობენ, რომ გადაუარონ რელიგიას. ხვალამდე დაგემშვიდობებით. კარგად.